იმ შოუში დაპატიჟე და ლექსი მეცადინეობს. ალო. ალო. მაკა გამარჯობა, ბოდიშით რო ასე გვიან გაწუხებთ რა. უბრალოდ ჩემ ბავშვს აქ დაბადების დღე 12 საათზე და გიждდება თქვენ ლექსებზე და შეგიძლიათ რამე ერთი დაბადების დღის ან საახალწლო ლექსი რაღაცა წაგვიკითხო. ჯემალი გორიდან. ჯემალი გორიდან? ხო, უბრალოდ ბავშვს გიждდება თქვენზე და დაბადების დღე აქვს 12 საათზე და მომისმინე ჯემალ. ერთი ლექსი პატარა. ბათუმში ვარ. კი ბატონო, მომისმინე. ბათუმში ხარ გაგიხსნა რა რო. ხო. შენ არ იფიქრო რომ აი ერთი პატარა ლექსი, აი ერთი პატარა და პატარასაც გეტყვი და დიცად. მითხარი. კაცი ბათუმშია რაღაცა ტაქსი რაღაცა დამჭა რესტორანში მივდიოდი მოკლე თელ აბებში და მაგითო ვერ დაგელაპარაკეთ მაუს. ბოდიში. ჩემი ნომერი. თქვენი ნომერი? ახლობელმა მომცა თბილისიდან მომღერალია ბორის ბედია. ვინ არის? ბორის ბედია. ჩვენ არა ვართ ისეთი ხალხი, მაკა გორში გვაქვს ძალიან დიდი საცხობი გვაქვს საკონდიტრო და არაერთხელ ბორისმა დაარეკლამა. არ არის პრობლემა, მომისმინე. უბრალოდ ერთი პატარა ლექსი, აი ერთი პატარა, რომ აი გავახარო ჩემი პატარა, თორე მართ აი მაკა შალიკაშვილზე გიждდებიო და ის ბიჭი როა კიდე მეორე. აი სიცრუის რაღაც ამბები რომ მიყავს. გიორგი გასვიანი, აი ორივეზე გიждდება. მომისმინეთ ეხა ნახეთ. მე ვარ გორის თეატრის მსახიობი. ой, ვიცი და მაგიტომაც ვრეკავ, მაკა. მე ვარ კიდე ძალიან მიყვარს გორი და გორელები. გორსაც უყვარ ხარ. კი. ჩვენ გორელებს მაკა გვიყვარს, სტალინი გვიყვარს და ბორის ბედია მიყვარს, იმიტომ რომ ჩემს საცხობს ისი არეკლამებს, გაყიდვებიათ. მე რო გაგირეკლამო არ კი და? აუცილებლად. რო ჩამოხვალ გორში შევხმიანდეთ. კი ბატონო. ერთი პატარა ლექსი, აი ერთის და რომ მიულოცო ჩემ პატარა თორნიკე. ეხა ბავშვი. ბავშვი გვერდზე მიზი, პატარა თორნიკე. ეხლა გახდა 12 წლის. გამარჯობა. თორნიკე. გისმენთ. გამარჯობა. ძმები ძალიან მორიდებულია, მაკა. გისმენთ. თორნიკე. კი.